არ მეგულება ადამიანი ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში, ვისაც არ მოსწონს იორდასალამი, პიონი. და ამ ბოლო დროს, რაც მე გადარეული ვარ და ბევრი ვიცი ადამიანი, ვინც ეძებს ნერგებს, იდულობს, აგროვებს, ჩემსავით რგავს, ბევრს. ხემაგვარი პიონები შევაგროვე და იმათი ყვავილები ხო საერთოდ სასწაულია. თუ ბაღის გასაფორმება, თუ მოჭრილ ყვავილად. პირველი რაც პიონების მომრავლებით, მოშენებით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ პიონის შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო. უცებ ასე მარტივად არ ყვავის. მე აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს და გაჩვენებთ მისი მოვლისთვის რა არის აუცილებელი. ცოტა უნდა დაივიწყოთ. რომ დარგავ, არ უნდა გქონდეს მოლოდინები, რომ ეხლა უცებ იყვავილებს და გაგახარებს. მეორე აუცილებელი ამბავი არის ის, რომ პიონს სჭირდება ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ დაყოფა, ბუჩქის დაყოფა, მაგრამ ისე უნდა დაყოთ, რომ არ დაჭრათ ფესვები. მისი ფესურები უნდა გამოხსნათ ერთმანეთისგან, ისე გახლართულია ხოლმე ერთმანეთში, რომ არ გაჭრათ. აი სხვა მრავალწლოვან მცენარებს ყველაფერს დანით ვჭრით ხოლმე, ასე ბარისპირით გავჩეხავთ და გადავრგავთ. ნებისმიერ მრავალწლოვან მცენარეს, რუდბეკიას, ასტრას, სულ ერთი ასტრომერიას, ნებისმიერ სხვას, მაგრამ აი პიონის შემთხვევაში უნდა გარეცხოთ ფესვები კარგად და გამოხსნათ ერთმანეთიდან და ისე გადარგათ. თლად ერთი ძირის დაყოფის შემთხვევაში ერთი ცალის დარგვა არ ღირსჯობია, რომ 2-3 ერთად დარგათ. პიონებთან დაკავშირებით კიდე უნდა იცოდეთ ის, რომ აი ხა ქოთნებში მაქვს მე ასე გახარებული პლასტმასის ჭურჭელში და უნდა შეეცადოთ, რომ ნახევრად ჩრდილიანი ადგილი მიუჩინოთ. ძალიან ძნელია, რომ სწორი ადგილი შეურჩიო პიონს. არც თლად პირდაპირ მზის სხივები მოსწონს და არც ჩრდილი. აი ესე ნახევრად ჩრდილი. საუკეთესოა თუ 12 საათამდე ანათებს მზე და მერე აღარ. ასევე ძალიან სჭირდება ნოყიერი ნიადაგი. კარგად ნოყიერი ნიადაგი, მაგრამ ვერ იტანს ნაკელს. ამიაკი შედის ნაკელში და ხშირად წვავს. ამიტომ ჯობია, რომ სხვა გამაფხვიერებლებით გაანოყიეროთ ნიადაგი და პიონი ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ცოტა ქიმიური საშუალებაც, მაგალითად აზოტი მიახმაროთ, იმისთვის რომ ბუჩქი იყოს ჯანმრთელად და კარგად. თუ ერთხელ გაიხარა, მერე სულ გაგახარებთ და სულ კარგად იყვავილებს და უხვად იყვავილებს. ეხლა მე რაც ხელში მიჭირავს, ესენი სულ ყველა ძველი ჯიშებია, საოცარი სურნელით, წარმოუდგენელი არომატით და ისეთი მადლიერი, გემრიელი ყვავილებით. აი თეთრები განსაკუთრებით ნახე რა სილამაზეა. ეს არაა დაყოფილი ბუჩქი და წვრილია, ნახე როგორი წვრილი ნაყოფი აქვს. უფრო ბორდოსფერებს და აი ამათ ახლა ეს რო გაიშლება, ეს არის მთლად სასწაული ჯიში, ძველი ჯიში, რომელიც ბორდოსფერია. მოკლედ გპირდებით, რომ პიონებზე, როცა მოვა დრო ოქტომბერში, მე აუცილებლად ჩავწერ ერთ ვიდეოს, როგორ ვამრავლებთ და როგორ ვდგავ პიონებს. საშინლად არ მიყვარს ყვავილის მოჭრა. ძალიან ცუდი განცდა მაქვს, როცა უნდა მოვჭრა. და მე ყოველთვის თავს ვარიდებ, რომ მე თვითონ მოვჭრა და თუ აუცილებლობა ამის სხვას თხოვ, რომელიმე თანამშრომელს თხოვ, რომ იმან მომიჭრას. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გასამრავლებლად მინდა და ნერგი გასაძლიერებლად მინდა, მაშინ არ ვაყვავილებ, იმიტომ რომ ყვავილობისთვის ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს მცენარე. და თუ მცენარის გაძლიერება მინდა, მაშინ რამდენიმე ყვავილს ამოვაკლებ, რომ თვითონ ბუჩქი გაძლიერდეს და ნერგი იყოს ძლიერი. სამწუხაროდ პიონის ნერგები არ გვაქვს, შეგიძლიათ მხოლოდ მოგზანდეთ თვალის საამებლად. ბევრი ვერ იტანს ამ სიტყვას ჩემგან, მაგრამ ასია. თვალის საამებლად გვესტუმრეთ. ნახეთ, ისიამოვნეთ, გასაყიდი ნერგები არ მაქვს. გასულია, ქმერთ.